ქართული ტელევიზია კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემებს დიდ დროს უთმობს და უნდა ვუსურვოთ ამ ტელევიზიას წარმატებები მის კოლექტივს, ყოველ შემთხვევაში იმ თვალსაზრისით, რომ მსგავსი თემების გაჟღერება იშვიათად ხდება საქართველოში და ამ ტელევიზიას აქვს ეს გზა არჩეული. კიდევ ერთხელ გილოცავთ მნიშვნელოვან დღესასწაულებს ქართველებო. მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი. დღეს მე გიამბობთ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ერთგვარად აღელვებს ქართველებს მათი წარსულის შესახებ. ეს ყოველ შემთხვევაში ქართველების ისტორია ძალიან დიდია, სამწუხაროდ ისიც უნდა ვთქვათ აქვე, რომ მსგავსი ისტორიული მასალების ცოდნა შესაბამისად არ არის ასახული ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ვცდილობთ ამ გადაცემებში, რა თქმა უნდა, აკადემიურ ფორმატში წარმოვადგინოთ რიგი საკითხები, რითაც ჩვენ აღძრათ სურვილი და ნება იმ ადამიანების, რომელთაც ეს მასალები უნდა გაეცნონ. დღეს ჩვენ საუბარში, სანამ ეთერში შემოვიდოდით, ვისაუბრეთ რიგ საკითხზე და მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას. საერთოდ მე როგორც მათემატიკოსი და ეკონომისტი ამ კუთხით არ გეუბნებით, არამედ როგორც ლინგვისტი, ენათმეცნიერი, რადგანაც მე მუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით, აქ უკვე საჭირო არა მარტო მათემატიკური ცოდნა, არამედ ენათმეცნიერული, ანუ ფილოლოგიური საკითხების გარკვეული ცოდნა. ამიტომ იმ თემებზე ჩვენ რომელზეც საუბრობთ, როგორც მათემატიკაში გამრავლების ტაბულა არის, აი ესეთი საწყისი, აი ესეთი საწყისია ამ თემებში ძირითადად ჰომეროსის ილიადა და ოდისეას, ეს წიგნები თარგმნილია ქართულად, არაჩვეულებრივად მიმინოშვილისა და პანდელეონ ბერაძის მიერ. შემდეგ ითარგმნა ორ ვარიანტად, ორ ვერსიად აპოლონეს როდოსელის არგონავტიკა, ერთი თარგმანი გააკეთა აკაკი ურუშაძემ, მეორე გელოვანმა და ასევე წიგნი არის ენეიდა ვირგილიუსისა. სხვა წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში ახლა მე დავასახელებდი კიდევ სხვა წიგნს, გილგამეშიანი, ქართული თარგმანი ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მიხეილ წერეთლისა, კიგნაძისა და სხვა ვარიანტებიც არის. ყოველ შემთხვევაში ქართველი მკითხველი ამ მხრივ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საერთოდ ქართულად ბევრი მნიშვნელოვანი წიგნები უკვე გადათარგმნილია გასულ საუკუნეში. ისიც კი უნდა ვთქვათ, რომ გრიგორ წერეთელმა რუსულად პირველად თარგმნა აპოლონეს როდოსელის არგონავტიკა. ჩვენ რაც საკითხებზე ვისაუბრებთ, სწორედ რა თქმა უნდა, ეს წიგნებია მნიშვნელოვანი, მაგრამ სხვა ბერძნული და ლათინური ლიტერატურის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ახლა ყველა წიგნს ხო ვერ წავიკითხავთ, ხო? დაუშვათ ასე წარმოვიდგინოთ, ამიტომ გვაქვს ეს გადაცემები. რატომ? რისთვის გვჭირდება ეს? ისევ იმ კუთხით, რომ ქართული ისტორია, რომელიც 4000 წლისა სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში, უმრავლესობაში ეს ინფორმაცია კიდევ სათანადოდ არ არის გაგებული. რამდენიმე წლის წინ, 20-30 წლის წინ საზოგადოება უფრო კარგად იგებდა რიგ საკითხებს, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ საბაზისო განათლება, სასკოლო განათლებიდან გამომდინარე რიგი საკითხები ისევ უცნობია ქართველებისთვის. ჩვენ საუბრობთ ქართულ სახელმწიფოებრიობის 4000 წლოვან ისტორიაზე და საზოგადოება ფიქრობს, რომ რა შუაშია 4000 წელი. აი სწორედ ის განათლება, ის საბაზისო ცოდნა, რომელიც ჩვენ არა გვაქვს ზოგადად. სამწუხაროდ ეს ასე არის, ქართულ საზოგადოებაზე გულისხმობ, ამიტომ ჩვენ ინფორმაციულად შემდგარი ქვეყანა ვერ ვიქნებით, როცა ასეთი სუსტი საზოგადოებრივი წარმოდგენები გვაქვს. რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ყველა აუცილებელი არ არის ინჟინერმა ახლა ეს წიგნები იცოდეს, მაგრამ ზოგადად მაინც განათლება საბაზისო საჭიროა, იმიტომ რომ
მოხდებით ისეთ საზოგადოებაში, ისეთ ტურებში, ისეთ მიმართულებით, რომელთაც იქ საუბრის დროს აუცილებელია რაღაცა მაინც წარმოდგენა მქონდეს ამ თემებთან დაკავშირებით. უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ბერძნული და ლათინური წყაროებს ვასახელებთ ჩვენ. ქართული წყაროები ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ქართველებისთვის ცნობილია და ამ საკითხებს ჩვენ არ შევეხებით, იმიტომ რომ ხელაწერები საკმაოდ ბევრია და შესავლილია ქართველი მეცნიერების მიერ, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ იმაზე, რომ ბერძნული და ლათინურ წყაროებში მსგავსი მასალა, რომელიც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რამე წერია, ეს საზოგადოებრივ არ ვიცით. ძირითადად მაინც ევროპაში, განსაკუთრებით საბერძნეთში, ძველი ისტორიული მასალების ცოდნიდან გამომდინარე, საქართველოს როგორც ასეთ ჯორჯიას ახლა შედარებით ცოტა მეტად იცნობენ, მაგრამ მთლიანად არ არის ეს გაგება საქართველოს ჯორჯია. საერთოდ საზოგადოებაში, ჩვეულებრივ საზოგადოებაში, როცა მოხდებით ევროპულ და საბერძნეთში ან სხვა ქვეყნებში, არ იციან კიდევ. ეს მიზეზი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ 300-200 წლის განმავლობაში რუსეთის შემადგენლობაში შევდიოდით და ამიტომ ჩვენ მოვწყდით იმ საინფორმაციო სისტემას. გავიგეთ ეს ხო? გასაგებია, მაგრამ ეხლა ხო მაინც უნდა დავიწყოთ ცნობადობა გავზარდოთ. რატომ არის ეს საჭირო? რისთვის გვჭირდება? თუ საქართველოს რომელიც არ იქნება ცნობილი, ვერც ტურისტული მიმართულებით ვერ განვითარდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილი ტურისტული შემოდის, მაგრამ უნდა გაიზარდოს. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ბერძნების, საბერძნეთის ამხელა სისტემის მუშაობის იქ ტურიზმის სამინისტროც არსებობს და დიდი ხანია უკვე 100 წელზე მეტია უკვე ეს სისტემა იქ დახვეწილია. ჩვენთან ესეთი ფორმა ჯერ ვერ იქნება, იმიტომ რომ იქ ინფრასტრუქტურა აუცილებელი, არქეოლოგიურ ზონაში ძველი წერტილები, შესაბამისი მოწყობილობები, საჭიროა განათებები და ასე შემდეგ. ვიცით ახლა მუზეუმები როგორ არის ჩვენთან გაკეთებული, ძირითადად ახლა უკვე გაკეთდა თბილისში არაჩვეულებრივი მუზეუმია გაკეთებული, ეროვნული მუზეუმი, ვანის მუზეუმი, სვანეთის მუზეუმი და ასე სხვა მუზეუმებიც არის გასაკეთებელი. აი εμას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ჩამოდის უცხოელი და საქართველოს დაინახოს. ჩვენ ვამბობ ამხელა ისტორიის ქვეყანა, მაგრამ ეს უნდა ავუხსნათ, უნდა გავაგებინოთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ისე გამოდის, რომ ჩვენ ახლა რაღაცა ბაქიბუქობის განწყობილება გვაქვს. არ არის ასე. უძველესი ერია ქართველი ხალხი, მის ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვკითხულობ და ვიცით ეს მასალები. ახლა მინდა გიამბობთ, რომ ფაზისის აკადემიასთან ერთად ჯგუფი, ყოველ შემთხვევაში ფაზისის აკადემიიდან 2 ადამიანი ვიყავით, ეხლა მე დაგისახელებთ ტური გაკეთდა საინფორმაციო, სამეცნიერო, პოპულარული ენაზე, რა თქმა უნდა, ტური კრეტის არქეოლოგიურ ადგილებსა და მუზეუმებში. 6 დღიანი საინტერესო ტური იყო. ეს იყო 7, 8, 9, 10, 11, 12 მაისი. მე მინდა აქ მადლობა უნდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტური დაგეგმეს, ქალბატონ ნონა ენოქიძეს და ქალბატონ ნანა სოლომონიას. და განსაკუთრებით მადლობა უთხრა ანა აბულაძეს, ქალბატონ ანა აბულაძეს და ბატონ გიორგი ჩიტაძეს, რომლებმაც ამ ჩვენი ტურის სამეცნიერო თვალსაზრისის წარმოდგენისთვის, ასევე პარალელურად მიმდინარეობდა დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის მუშაობა და არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი იქნება მომავალში. ყოველ შემთხვევაში ახლა სახეს მე ამ ფილმს არ დაგისახელებთ, იმიტომ რომ თავად რეჟისორის პრეროგატივა ქალბატონი ანა აბულაძეს და მისი ფილმები, არაჩვეულებრივი ფილმები ინტერნეტში დევს, ეს ყოველ შემთხვევაში პედრი იბერთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით საერთოდ პედრი იბერთან დაკავშირებით ეს უდიდესი ქართველი მოღვაწე ბევრი სამეცნიერო ნაშრომში საქართველოში არასწორად იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომში, რომელიც 4 ტომადაა გამოცემული საქართველოს ისტორია, იქ ჩამოთვლილია ბევრი მოღვაწეობა პეტრე იბერისა, მაგრამ ასეთი წინადადება წერია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვუწოდებთ პეტრე იბერს ქართველ მოღვაწეს. და რატომ? აი ეს რატომ წერია აკადემიურ გამოცემაში ასეთი წიგნი? ჩვენ 2012 წელს შესაბამისად გავაჟღერეთ ეს ინფორმაცია და მის შემდეგ არ გასწორებულა. პეტრე იბერი, რა თქმა უნდა, ქართველი კაცი იყო, დაბადებული და მისი მასწავლებელი იოანე ლაზი იყო, ფაზის აკადემიის სწავლული.
ყოველ შემთხვევაში ყველაფერი წერილობით ასე ზუსტად არ არის, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომების ანალიზით ასეთი ანალიზი კეთდება, რომ იოანე ლაზი იყო ფაზის აკადემიის სწავლული და მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში პეტრე იბერი გაგზავნილი იქნა ეს ყველა მიცის 12-13 წლისას, მას მეორე სახელი მურმანი და კიდევ სხვა ვარიანტით ქვია ბიზანტიაში. მე ის გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრის ხელმძღვანელი, მაგალითად დღევანდელი ღაზას სექტორზე რომაა საუბარი, იქ მან აღაშენა უძველესი ეკლესია და მისი წინამძღვარი იყო. ძირითადად საქართველოში ზოგი მეცნიერებს შორის, რამდენიმე მეცნიერს შორის მონოფიზიტობაზე ძალუბრობენ, თითქოს პეტრე იბერი იყო. ასე არ არის არც ერთი წერილობითი წყარო ზუსტად ბერძნული ცალსახად არ იძლევა. ზოგიერთი შეიძლება ასე ეწეროს, მაგრამ ეს ასე არ არის. პეტრე იბერი იყო ზუსტად დიოფიზიტი. ყოველ შემთხვევაში ახლა ვისაც ეს კვლევა აქვს ჩატარებული, მან კიდევ უნდა გადახედოს სამეცნიერო ნაშრომებს. ბევრი ბერძნული ლიტერატურა ალბათ არ არის კიდე ხელმისაწვდომი ზოგიერთი მეცნიერისთვის. ამიტომ ქალბატონ ანა აბულაძეს დიდ მადლობას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვეუბნებით, რომ მან დოკუმენტური ფილმის სახით აჩვენა ქართველებს, რომ პეტრე იბერი ნამდვილად იყო დიოფიზიტი და ქართველი მოღვაწე. აქვე მინდა დავასახელო მამა ზაქარია ფერაძე. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენს გუნდში იყო, კვიპროსში მოღვაწეობს და მისთვის ეს სრულიად ახალი იყო კრეტის ისტორიასთან დაკავშირებით, რა კავშირია საქართველოს, ამას ჩვენ გიამბობთ. აქვე არიან შემდეგი პიროვნებები: ნატო სვანიძე, რომელიც იღებდა Facebook-ისთვის, ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის პატარა ვიდეო რგოლებს და მადლობას ვეუბნები. იაკობ ლადაძე, მაია ნონიაშვილი, თამარ ჭედლიშვილი, ლერი კარგარათელი, ნონა ზაგაშვილი, ეს იყო ჩვენს ჯგუფში. და მინდა გითხრათ, რომ ასევე ამ საქმიანობაში რა თქმა უნდა დიდი შეწყობა ჭირდება ოჯახს, განსაკუთრებით მინდა ვთქვა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, ჩემი მეუღლე ელისო ცანავას მიმართ, ისიც ამ ტურში მონაწილეობდა და 3-4 წლის წინ გარდაიცვალა დედაჩემი, 4 წლის წინ. მას დიდი შრომა მიუძღვის, რომ სწორედ ეს თემები მე შემესწავლა და შესაბამისი პირობა მოეცა აველინა ახალაიეს და ღმერთმა აცხონოს დედაჩემი და ჩემი ოჯახის წევრები, შვილები, ჩემი ძმა, ჩემი და და მთელი ჩემი ყოველ შემთხვევაში ჩემი ნათესაობა დიდ ხარდაჭერას მიცხადებდა ყოველ მუშაობის დროს და იმ სამეგობროს, იმ სამეცნიერო წრეებს, რომლებმაც მე ხელი შემიწვა ამ საქმიანობის 30 წლის განმავლობაში მუშაობის დროს, ბევრ ქართველ ბიზნესმენს, განსაკუთრებით ღვინის კომპანია ხარებას, აქვე მინდა დავასახელო დათო გულუა, მრავალი სხვა ბაგურ გულუა, მინდა დავასახელო სხვა პიროვნებები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ ამ მიმართულებით და ჩვენ ეს სია რამდენჯერმე საერთაშორისო თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან ტელევიზიებში გავაჟღერეთ. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. არ მინდა ახლა სახელები გამომრჩეს და ამიტომ ყველა ხართ აქ მონაწილე, ვისაც ეს თემები აინტერესებს. ახლა ყოველ შემთხვევაში რა თემაზე საუბარი? ბევრმა ქართველმა წარმოუდგენით შეიძლება არ იცოდეს, რომ უძველეს პერიოდში 8000 წლის წინ, მოდი წარმოვიდგინოთ, დღეს 2000 წელია, მაგრამ 2000 წელი ეს არის ქრისტეს დაბადებიდან, მაგრამ ადრეულ პერიოდში საზოგადოება განვითარებული იყო. ქრისტეს შობამდე 6000, კიდევ წინ გადავწიოთ 8000, 10000, ყოველ შემთხვევაში 12-15000 წლის წინ საზოგადოებრივი გაერთიანება იქნება, ტომობრივი და ასე შემდეგ. ახლა ეს ასე თუ ისე ცნობილია. თემები, ერების ჩამოყალიბება მოგვიანო პერიოდში ხდება და აი სწორედ პირველი მიწათმოქმედი იწყებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და აქ იწყება ცივილიზაციის ჩამოყალიბება. საქართველო ეს არის ღვინისა და ხორბლის სამშობლო. ყოველ შემთხვევაში რიგი სამეცნიერო კვლევებით ეს ერთ-ერთი არის ამ მხრივ. ძირითადად მეცნიერებაში უკვე ეს აღიარებულია, განსაკუთრებით ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნებული ეს ძალიან დიდი მიღწევა არის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აკადემიკოს დავით ლორთქიბანიძის ხელმძღვანელობით ის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვნად შეასრულეს. ეს არის გადამწყვეტი იმისა, რომ საქართველოს ცნობადობა მეტად გაიზარდოს. ვაზის ქვეყანა და ხორბლის ქვეყანა ეს არის ცივილიზაცია, კულტურის შექმნა. სწორედ სხვა რომ არ ვთქვათ, აი ეს ორი კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების განვითარებისთვის. ამიტომ ამ კულტურის ცოდნასთან ან მოყვანა მისი შესაბამისი სცენარის პროცესში მონაწილეობა გაზრდის და შესაბამის ნაყოფის მიღების დროს აუცილებელი ცოდნის მიღება ეს დიდი დაკვირვება ადამიანს ჭირდება როგორ მიიღოს ახლა ეს ღვინო ამას მთელი პროცესი ჭირდება შემდეგ რაშიც უნდა მოათავსოს ანუ ჩაასხას ეს ქვევრის გაკეთება ესე მარტივი არ არის ახლა თქვენ რომ წადოთ ბევრმა შეიძლება თიხა რომ გააკეთოთ თქვენს დამზადებულ შეიძლება ხვალვე ესე იგი ღვინო გაუვიდეს ანუ ეს ძალიან ცოდნა ქიმიის ყველაფრის ნუ ახლა ეს გამოყენებითი ქიმია მათემატიკის გეომეტრიული ფორმა მივცეთ ამ ქვევს და ასე შემდეგ დიდი ცოდნის ფლობაა საჭირო ამ დაკვირვებიდან გამომდინარე გამოყენებითი პროცესებიდან ხდებოდა ეს ანუ 8000 წლის წინ ამ ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ეს უნდა გავიგოთ ჩვენ ანუ ცივილიზაციის დასაწყისი ჩვენ დიდი ხანია მას საუბრობთ და საკმაოდ ბევრ ლიტერატურაში ევროპულ გამოცემებში მე-19 საუკუნეში ეს აღნიშნულია ერთ-ერთი წიგნი არის 1894 წელს საქართველოს უკვე წერია გერმანულად რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა არის რუკები 1723-ში შექმნილი სადაც საქართველოს ღვინის სამშობლოა წერია პირდაპირ რუკებზე ეს ჩვენ გჭირდება ქვეყნის როგორც გამტკიცებისთვის გაძლიერების მარტო პოლიტიკა არ არის საკმარისი არამედ ქვეყნის იმიჯის გაზრდისთვის მისი ტურის სისტემების შექმნისთვის და ცნობადობა გამტკიცდეს საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ახლა მინდა გითხრათ რომ სწორედ ეს ორი კულტურა, ერთი კულტურა ძალიან აი ეს ხორბლის კულტურა ძირითადად რაჭა-ლეჩხუმთან არის დაკავშირებული. ეს გამოკვლევა უკვე დიდი ხანია ცნობილია 2015 წელს უკვე წიგნი იყო გამოსული ნელი ბრეგაძისა. ნუ ახლა ყველაფერს ხო ვერ წავიკითხავთ, მაგრამ უნდა ვახსენოთ ეს ადამიანები, ბევრი მეცნიერი შრომა და დიდი ჯაფა ამ საქმეში ჩადებული. ჩვენ შეიძლება მეცნიერები არ ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის გამტკიცებაში ბევრ ქართველ მეცნიერს, კლასიკოს მეცნიერებს დიდი ჯაფა აქვს, ესე იგი, გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შედგეს. ქვეყანა დგას, ხერხემალი არის მეცნიერება და განათლება. ბევრ შეიძლება მეცნიერება არ მიაჩნდეს რაღაც საინტერესო მიმართულებად, მაგრამ თუ ჩვენ ეს რაც ტექნიკა გვაქვს, მობილური კომპიუტერი, თუ ეს გვჭირდება მეცნიერების დაყოფია. ასეთ მარტივ ენაზე უნდა გიამბოთ ეს ყველაფერი. აი 8000 წლის წინ ქართველმა კაცმა, მისმა წინაპარმა ეს რომ გამოიგონა ქვევრი, ღვინო და ხორბალის დამუშავება და ქერის და ასე შემდეგ, ეს ისეთი მიღწევა არის, რაც დღეს სოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ეს არის მსგავსად იმაზე, რომ მერსედესი ან BMW გააკეთო, ან სხვა მნიშვნელოვანი მიღწევა კომპიუტერი დაუშვათ, რომელიც თანამედროვე ტექნიკაში მიღწევებია. ასევე დროთა განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა პერიოდში უფრო მოგვიანებით, რკინის ხანის დროს საქართველოში პირველად ფოლადი მიიღებული იქნა. თქვენ იცით რომ ფოლადს ბერძნულად ხალიბოსი ქვია. ეს არის დაკავშირებული პირდაპირ წერია ბერძნულად, რომ ეს არის ქართველური ტომების, ანუ ჩვენი ერთ-ერთი ტომის, ქართველების ტომის ხალიბების მიერ შექმნილი. აი ეს ისტორია, როცა ჩვენ არ ვიცით, ბევრ გაუგებრობაში ვართ და ბევრჯერ ისტორიის არცოდნა, აი რას გვაძლევს ახლა დაუშვა წარმოვიდგინოთ. ჩვენი კულტურა ამ ორი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში მიღწევების შედეგად ხორბლისა და ვაზის კულტურას დაკავშირებით გამოიწვია მიგრაცია, ანუ გადაადგილებები. ამ კულტურის ცოდნამ წარმოადგინა ის მნიშვნელოვანი მიღწევები სხვადასხვა ადგილებში და წერია ბერძნულად
სხვადასხვა ვარიანტებში, რომ ქართველების უძველესი მაგალითად კოლხები და სხვა მრავალი ტომი გადაადგილდა, მაგალითად ბესხები გადაადგილდებოდნენ მცირე აზიაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, წინათ ეს თურქეთი არ იყო ადრე, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, იტალია, საბერძნეთი, ეგვიპტე. ჩვენ ახლა ეგვიპტეზე არ საუბრობთ, მაგრამ საბერძნეთი და იტალია რომ ქართულ კულტურასთან არის დაკავშირებული უძველეს პერიოდში, სანამ ბერძნები და იტალიელები ადგილზე მოვიდოდნენ ამ ყოველ შემთხვევაში ამ ტერიტორიებზე საქართველოს უძველესი ისტორია პირდაპირ გადაბულად არის წარმოდგენილი ბერძნულ ლათინურ ლიტერატურაში. სწორედ რამდენიმე ტომია დასახელებული უძველეს პერიოდში, მაგალითად მაკრონები, რომელთაც წინათ მაკრისელები ერქვა, ესენი სახლობდნენ დღევანდელი საბერძნეთის ელბია კუნძულზე, რომელსაც წინათ მაკრისი ერქვა, პელოპონესის ნახევარკუნძული საბერძნეთისას პელაზგი ერქვა. ეს ყველაფერი წერია ბერძნულად, ხოლო ძველ აღთქმაში კრეტას ქვია ქართი. ეს ტოპონიმები, ეს ადგილების სახელწოდებები პირდაპირ საქართველოსთანაა დაკავშირებული. აქ საქართველოში ქუთაის, რომელსაც ძველად ბერძნულად იხსენება კუტაია, იგივე სახელწოდებით არის კრეტაზე და სხვა მრავალ ადგილას. და ჩვენ ბევრი რამ ვიცით ბერძნული მითების მიხედვით, რომ დაკავშირებულია ეს ტერიტორიები, საბერძნეთი და იტალია პირდაპირ კოლხურ უძველეს ცივილიზაციის გავრცელებასთან. აი ეს გვაძლევს ჩვენს ისტორიულ კვლევას იმ კუთხით, რომ ჩვენი განსახლების სივრცე ლოკალური არ იყო, ეს იყო მასშტაბური გაფართოება. ეხლა იტყვის ზოგიერთი, რა უნდა საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე მაცხოვრებ ტომებს ამ სივრცეებში. თქვით დაახლოებით, რომ ეს იყო ვაზისა და ხორბლის კულტურის გავრცელების გამო. მაგრამ ეხლა ზოგიერთი იტყვის იმ ადგილებში ადრე ბერძნები, იტალიელები არ ცხოვრობდნენ. არა ბატონო, ეს დაწერილია ბერძნულად და ლათინურად, ისინი გვიან შემოსული ტომები არიან. წარმოვიდგინოთ ეხლა, ეს ხდება ძველი წეთაღრიცხვის დაახლოებით 2500-2000 წლები. აი ამ პერიოდში ბერძნული ტომები შემოდიან ჩრდილოეთ ევროპის ნაწილებიდან, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს მეცნიერული გამყრეძე ივანოვის თეორიის მიხედვით, ისინი ინდოევროპული ცივილიზაციის სათავე არის დღევანდელი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილი, გეოგრაფიულად ეს მე მგონი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ზოგი ამბობს რუსეთის სტეპები. ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრებები განსხვავებულია, მაგრამ ის რომ ადგილობრივი არ არის ინდოევროპული ტომები, ამის მაჩვენებელია ევროპაში ბასკები. და საერთოდ რომ გითხოთ ეხლა თქვენ, რომ ჩახვიდეთ კუნძულ კრეტაზე, ჩვეულებრივ ჩადით, არაფერი მეცნიერული გამოკვლევა არ ჭირდებათ, ჩვეულებრივ ადამიანს კითხეთ გლეხს, რომელიც დაუშვათ რომელიღაცა სოფელში ცხოვრობს. მაგალითად ჰაგიო ნიკოლაუსი სოფელია სადღაც, ხო? კითხეთ, ვინ ხართ თქვენ? ის გეტყვით, რომ მე ბერძენი არა ვარ. აბა ვინ ხართ? არ ვიცი. აქ ადრე სახლობდა სხვა ხალხიო და მერე მოვიდნენ ბერძნები და დაიპყრესო ეს ტერიტორია. აი ეს ხალხი, რომელიც იმ უძველესი ცივილიზაციის ნარჩენები არიან, ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ როცა ბერძნული სამხედროები შედიან ძველ წელთაღრიცხვის 1450 წელს, ანუ 3450 წლის წინ ხდება კუნძული კრეტის აღება, ამ დროს ის საზოგადოება, რომელიც პირობითად პელაზგებად იწოდებოდნენ, ეს საზოგადოება ბერძნების შემოსევის შედეგად თებში გაიხიზნენ და იქ გადარჩნენ. მათი ენა პელაზგური ძველ წელთაღრიცხვის მესამე ანუ ახალ წელთაღრიცხვის მესამე საუკუნემდე კიდევ არსებობდა და ისინი წერდნენ, დამწერლობა ჰქონდათ და ყველაზე მეტად განვითარებული საზოგადოება იყო ევროპის კონტინენტზე, კუნძულ კრეტაზე, კუნძულ სანტორინზე. და ამის მაჩვენებელია მათი არაჩვეულებრივი კულტურა, მათი კერამიკა, რომ ნახოთ თვალით, ეს აუცილებლად თავად თქვენ უნდა ნახოთ მუზეუმებში, კრეტის მუზეუმები, ძალიან მნიშვნელოვანი მუზეუმებია, ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმი, ხანიის არქეოლოგიის მუზეუმი, სიტის არქეოლოგიის მუზეუმი, ჰაგიო ნიკოლაუსის არქეოლოგიის მუზეუმი, ეს არის ძირითადი ქალაქები, იერაპეტრას არქეოლოგიური კოლექცია. ეს არის ძირითადი ქალაქები, სადაც მუზეუმებია, არქეოლოგიური ზონები, არქეოლოგიური ადგილები, ეს არის კნოსოსის სასახლე,
პირველი სასახლე ევროპის ისტორიაში, რომელიც 25,000 კვადრატულ მეტრზე იყო გადაჭიმული და ბერძნული წყაროების მიხედვით ბრძანება კოლხეთის მეფის აიეტის დის პასიფაე კოლხი ასული იყო ამ კრეტის დედოფალი და მისი ბრძანებით აიგო ეს სასახლე. მან დაიქირავა არქიტექტორი დედალოსი, ასეთი სახელითაც ცნობილი ბერძენი და ააგეს ეს არაჩვეულებრივი სასახლე. დღეს შეგიძლიათ ეს თვალით ნახოთ, რაც არტურ ევანსმა აღადგინა, გათხრების შედეგად 1900 წელს იპოვა. ძირითადად არის მნიშვნელოვანი ის, რომ მისი მეუღლე პასიფაისა იყო მინოსი. ამიტომ ამ ცივილიზაციას ევანსმა პირობითად დაარქვა მინოსი ცივილიზაცია, ანუ მინოსური ცივილიზაცია, მაგრამ აქ ძირითადი არის პასიფაე. იმიტომ რომ ბერძნული წყაროების მიხედვით მინოსი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის, ანუ ჩაესიძა. თავად ბერძნული მითების მიხედვით თავად პასიფაეს დედას ერქვა კრეტა. ანუ კრეტა მითის მიხედვით დაქორწინებულია ჰელიოსზე, ანუ მზის ღმერთზე. აი ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ბერძნული მითები გადატანით აჩვენებს იმათ, რომ ესე იგი პასიფაე კუნძულ კრეტაზეა დაბადებული, ანუ მისი მშობელი არის კუნძული კრეტა. როგორც ვთქვით, ძველ აღთქმაში მას ქართი ქვია. ახლა გადავხედოთ, ესე იგი მან ააშენა არა მარტო კნოსოში, ეს კნოსოსი ჰერაკლიონის არქეოლოგიურ, უпроსტად ჰერაკლიონის ქალაქ ჰერაკლიონი, თანამედროვე ქართულით, თანამედროვე ბერძნულით რომ წავიკითხოთ, ირაკლიონია. ძველი ბერძნულით კი ჰერაკლიონი. ეს ყველაფერი თქვენ მე მგონი უნდა გაერკვეთ ამაში. ამ ქალაქთან ახლოს, ეს დაახლოებით 150,000-იანი კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში, 5 კილომეტრში არის ახლოს კნოსოსის სასახლე. როგორც ვთქვით, 25,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული. საოცარი ნაგებობა არის. აქ ევანსმა იპოვა ტახტი, სამეფო ტახტი. სამეფო ტახტი ეს სიმბოლო გახდა მართლმსაჯულების თვალსაზრისით, როგორც ცნობილია, მინოსი სამართლიანი მსაჯული იყო. და ამის გამო ბერძნებმა ამ ტახტის ასლი დაამზადეს და ჰაგის სასამართლოს გადასცეს, იმიტომ რომ ჰაგის სასამართლო უნდა იყოს საჯული, ყოველ შემთხვევაში ამ მხრივ სამართლიანი. იმის აღსანიშნავად სიმბოლოა. პასიფაეს ცივილიზაციაში იქ არის კიდევ სხვა ქალაქი ფესტოსი. ფესტოსის დისკო ცნობილია თქვენთვის, რომელიც იქ იქნა აღმოჩენილი, ამიტომ ქვია ფესტოსის დისკო, ანუ აღმოაჩინეს ბრგვალი ფორმის თიხის პირფი და რომელიც სოფლიოში პირველი ბეჭდვითი დოკუმენტია ორივე მხარეს დაბეჭდილი და ვიცით რომ ეს თქვენი ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა გადაცემებიდან ოქროს ყალიბებით არის დაბეჭდი პირველი ნაბეჭდი დოკუმენტია და ჩვენი დეშიფრაციის მიხედვით ფესტოსის დისკო არის სავედრებელი სახვეწნი ტექსტი დედაღვთაებისადმი. ჩვენ ვისაუბრეთ ადრე გადაცემებში, რომ კუნძული კრეტა და საერთოდ უძველესი ქართული ცივილიზაცია ძირითადად არის დედაღმერთზე, დედაღვთაება მისთვის მნიშვნელოვანი. სხვა მაგალითად ინდოევროპული მაგალითად ბერძნულში ძირითადად მამრობითია ღვთაება და ასე დავუშვათ კიდევ ვთქვათ ძირითადად რომ ავიღოთ რომაულშიც ასეა თავარი ღმერთი მამრობითია, ხოლო ებრაულ რელიგიაში ძირითადად მამა ღმერთია მთავარი. ასეა მამა ღმერთზე ლაპარაკი. და ქართულ ცივილიზაციას აქვს დედა ღმერთი, დედაღვთაება, ჩვენ მას სხვადასხვა სახელით ვიცნობთ, საქართველოში ნანაქვია. ამ წერილობით წყაროების მიხედვით ანალიზი ბევრმა მეცნიერმა გააკეთა და ეს არის იგივე რია კიბელე, რია ქვია კრეტაზე, კიბელე ფრიგიაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. აი ასეთი წარმოდგენა ინფორმაციის მხრივ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც საბაზისო ინფორმაცია ამ მხრივ. თქვენ მოგეხსენებათ რომ ქართველთა განსახლების მხრივ მათემატიკური მოდელების შეიქმნა, შესაბამისი კომპიუტერის სიმულაცია და ამ მხრივ პელაზგური ჯგუფი პროფესორ თემურ ჩილაჩევას მე და პროფესორ გიორგი ფოჩხვას ერთობრივი შრომით შეიქმნა ეს მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები. ეს ცნობილია თქვენთვის, მაგრამ ეხლა მინდა გითხრათ რომ ამ ტურში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომელიც ჩვენ
გითხარით ეს არის 7-12 მაისი წელს 2026 წელს აი აქ ჩანს პირდაპირ როგორ უნდა ესაუბრო საზოგადოებას მე ყოველ შემთხვევაში მონაწილეობდი იმ თვალსაზრისით რომ ერთგვარად გიდის როლი ვითამაშე რომ აუხსნა ადამიანებს რა არის ამ ცივილიზაციაში კუნძულ კრეტაზე ის მნიშვნელოვანი რაც უნდა დავინახოთ ქართველებმა ის ნაწილი რაც ჩვენთან აღმოჩენილია ეს საკმაოდ კარგია მაგრამ არის ისეთი ნაწილები რომელიც ჩვენთანაც არ არის საქართველოში ამიტომ ქართველური ტომების ამ სივრცეში განსახლება გვაძლევს მათ ისტორიას მასზე წარმოდგენას ისინი რა ღირებულებებით იყო წარმოდგენილი და ეს ინფორმაცია ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროტოქართველები ანუ პირველი ქართველები მოდგმის მოსახლეობა გადადგილდებოდა სამხრეთ კავკასიაში, მცირე აზიაში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, პელაზგიაში, რომელსაც პელოპონესი ერქვა, ქვია დღეს, იტალიაში, აპენინი, იბერიის, ანუ პირინეის ნახევარ კუნძულებზე. სანამ ამ რეგიონებში, როგორც ვთქვით, ინდოევროპული ტომების მაგალითად ელინური, ლათინური და სხვა ჯგუფების მიგრაცია დაიწყებოდა. აი, ამ პერიოდშია ჩვენი წარსული ესეთი ფენა ზედ დადებული ინდოევროპული ფენა, რომელიც დაფარულია. ბრიგი ქართველი მეცნიერები, ყოველ შემთხვევაში ახლა დავასახელებ ზვიად გამსახურდიას და მრავალი ქართველი მეცნიერი შალვან უცუბიძე სხვა მიმართულებით აქვს ნამუშევარი, მაგრამ ბევრი ქართველი მეცნიერი ამ საკითხებზე მუშაობდა და ცდილობდა, რომ ეს მასალები ჩვენთვის ცნობილი ყოფილიყო. მაგრამ სანამ არ წავიკითხავთ და დეშიფრაციას არ მოვახდენთ ამ წერილობით ძეგლებისა, თქვენ ხო ვერ გავიგებთ. დეშიფრაცია, ანუ ამოკითხვა, გაშიფრვა, რომელიც არის აკრასის ხაზოვანი წარწერები 1427 წარწერა, რომლის დეშიფრაციას ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდი ყოველ შემთხვევაში. მე თქვენთვის ცნობილია ასე უფრო მეტად ფესტოსის დისკოს ტექსტი, მაგრამ ეს ერთი დოკუმენტია, მაგრამ ძირითადად აკრასის ხაზოვანი წარწერები 1427-ია და ეს დეშიფრაცია უკვე გაკეთებული, ანუ ამოკითხულია, რატომ ქვია აკრასის ხაზოვანი. პირობითა სერატურ ევანსმა ხაზოვან დამწერლობას ძველს ავუწოდა. რადგანაც აკრასის ხაზოვანი არის, მაშინ უნდა იყოს B კლასის ხაზოვანი, ანუ მეორე. ეს იმიტომ რომ აკრასი უფრო ძველია B კლასის უფრო მოგვიანებით. აი ბერძნული დამწერლობა თავიდან არ იყო, არც ისაა ბერძნული, რომელიც ახლა ჩვენ ვიცით, ის ფინიკიურის გავლენის შედეგადაა შექმნილი, ახლა ამაზე ჩვენ არ ვიმჯერებთ, მაგრამ B კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები შექმნილია A კლასის ხაზოვანიდან. ანუ აქ მაჩვენებელია ზუსტად რომ წინარე ბერძნებმა, ანუ ძველმა ბერძნებმა ჰომეროსამდე 2800 წლის წინ, უფრო ადრე ეს იქნება 3450 წლის წინ მათ შექმნეს პირველი ქართველებისგან, პირველი ქართველური ტომებისგან, კოლხებისგან დამწერლობა. აი ეს მტკიცდება. A კლასის ხაზოვანი დამწერლობა არის უძველესი საერთო ქართველურ, პირველ ქართველურ ენაზე შესრულებული ტექსტები. ეს არის მსოფლიო ისტორიაში უდიდესი მიღწევა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ისედაც ისტორია ძალიან ძველი გვაქვს, მაგრამ უფრო განამტკიცებს ჩვენს ისტორიას. დღეს ქართველებისთვის ცნობილია, რომ 3000 წლისაა საქართველო, მაგრამ ბევრ მოხელეს, სახელმწიფო მოხელეს რომ მკითხოთ, რატომ არის 3000 წლისა, ეს უნდა ჩააბაროს გამოსტებში, მე მგონი აუცილებელია დიპლომს ისეთ ადამიანებს უნდა ვთხოვდეთ, რაც საუცილებელი და როცა არ არის, იქ დიპლომი არ არის საჭირო. ნუ ყოველ შემთხვევაში დავანებოთ ამას თავი, მაგრამ ცოდნა იმ მხრივ რაღაცა საწყისი ფორმით მეცნიერების განათლების და სხვა მიმართულებით პარლამენტში შემდგარი წევრების აუცილებლად უნდა აბარებდეთ საქართველოს ისტორიას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ პრობლემები გვექნება ამ მხრივ, რომ მაგალითად ხორბლის ისტორიასთან დაკავშირებით ბევრჯერ გაუგებრობა ხდებოდა და საწყისი საბაზისო ცოდნა როცა არ აქვს ადამიანს, მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა არაფერზე და შესაბამისად აბრკოლებს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია დროზე უნდა შეიქმნას, ეს გაკეთდეს. 3000 წლის ისტორია დამტკიცებულია და წარმოადგინა აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ მაშინ შესთავაზა 1999 წელს ედუარდ შევარდნაძეს, რაც B კლასის ხაზოვანი დამწერლობიდან ვიცით, როგორც ვთქვით, ბიკენური ხანის ბერძნული ენაზეა შესრულებული და იქ წერია აია, კოლხეთი, მედეოსი, იასონი და ასე შემდეგ, ვინც არგონავტების ვითი ასე თუ ისე იცის, ყველაფერი მასთან დაკავშირებული ამ თიხის ფირფიტებზე ხდება
ეს არ არის მითი, ანუ რეალობა, ისტორია, რადგანაც თიხის ფირფიტები გვაძლევს ამ ინფორმაციას. ეხლა ის ბერძნულ მითებში რაც არგონავტებთან არის დაკავშირებული, ეს ასეთი საკითხით არ არის აქ დაწერილი თიხის ფირფიტებზე ხდება ძვირფასო ტელემაყურებლებო კონკრეტული სასოფლო სამეურნეო ადმინისტრაციული დანიშნულების ტექსტები, სადაც იქ არის ლახსერები, აია, კოლხეთი, მაკრიონი, რომელიც არის ბაკრონები, ასევე ლასითი, რომელიც კრეტის აღმოსავლეთ ნაწილს ჰქვია დღემდე და კუტაია, რომელიც ქუთაისის სახელის გარკვეული ფორმა არის. ეს არის დაკავშირებული, როცა ერთი ადგილიდან გადასახლდება მოსახლეობა, მას იმ ადგილის სახელწოდება, სადაც ძველად ცხოვრობდა, ახალ საცხოვრისში იგივე გადააქვს. ეხლა ვთქვათ, ეს ამ თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ ეს 1952 წელს უნდა გვწოდნოდა. იმიტომ არ ვიცით, რომ ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვართ. მაშინ და დღესაც. იმიტომ რომ აუცილებელია საქართველოს დამოუკიდებელი გახდეს სრულად, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით არც ერთი ქვეყანა არა დამოუკიდებელი, ეს ერთმანეთზე გადაბული, მაგრამ ისტორიის განსაზღვრისთვის, საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელი წერისთვის აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში გასულ საუკუნეში ეს ყველაფერი იწერებოდა, მაგრამ რიგ ქართველ მეცნიერს ძალიან დიდი შრომა და ბრძოლა იყო დაკავშირებული ამასთან. რიგ შემთხვევაში ბევრი ქართველი მეცნიერი ამ საკითხების წერის გამო ციხეში ხვდებოდნენ. და აღარ მინდა დავასახელო ეს გვარები. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ თემების გაჟღერების გამო. ჩვენ ვართ ცივილიზაციის აკვანი და როდის თქვა დეკასტერმა მე-17-18 საუკუნეში ქართველებმა განანათლეს მთელი სოფლიო და წარმოშვეს ბერძნული სიბრძნე. ბევრ ქართველს, რომელიც სპეციალისტი ამაზე ყოველ შემთხვევაში იუმორული განწყობილება უჩნდება. ისტორიკოსია ზოგიერთი, რომელიც ტელევიზიებში მსგავს საკითხებს აჟღერებს, რომელთაც არ აქვს წაკითხული საერთოდ ბერძნული და ლათინური ლიტერატურა. სამწუხაროა ეს და ტელევიზიებს უთმობენ ადგილს ამ ხალხს. ისტორიის დოქტორის ხარისხი აქვს და ელემენტარული ცოდნა ამ საკითხებზე არ აქვს. ეს აყოვნებს ქართული სახელმწიფოს შენებლობას. ჩვენ უნდა შექმნათ ძლიერი სახელმწიფო მეცნიერებისა და განათლების საფუძველზე. და რა თქმა უნდა პოლიტიკურად ისიც უნდა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს აქვს ეს დიდი ისტორია. საქართველოს შექმნა ბევრი ძველი ცივილიზაცია და მას მისცა საფუძველი. ევროპის დასაწყისი მოხდა საქართველოში. აი ამიტომ არის ევროპულ ცივილიზაციაზე ჩვენ პირდაპირ მიმული. მაგრამ ამის გარდა ქართველებს დიდი როლი აქვს შესრულებული ჩრდილოეთში. ლომონოსოვის უნივერსიტეტის მშენებლობაში და განსაკუთრებით იდეის ჩამოყალიბებაში ბაგრატიონები მონაწილეობდნენ. საერთოდ კრემლის ისტორიაში ყველამ უნდა ვიცოდეთ კარგად, საქართველოს დიდი დამსახურება ყოველ შემთხვევაში ივერის ღვთისმშობლის ხატის საფუძველზეა ბევრი რამე იქ შექმნილი. ივერის ღვთისმშობლის კარიბჭე ქვია კრემლის შესასვლელს. და კიდევ სხვა რამ ბევრმა არც იცის ქართველმა ისტორიკოსმა, რომ ყოველ შემთხვევაში რუსეთის ისტორიაში, ძველი რუსეთის ისტორიაში შესახებ ლომონოსოვი რაწერს მოსკოვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ვიკიპედიებში და სხვა სამეცნიერო ლიტერატურაში გაჟღერებულია, რომ მოსკოვის ეტიმოლოგია, ანუ ტოპონიმი არის წარმოდგენილი როგორც ფინური ჭაობი. კი ბატონო იყოს ეს, მაგრამ წერილობითი ძეგლებში, ძველ სლავურ ტექსტებში მე ბევრი მაქვს ეს ნანახი და ყველა მასალა მაქვს და ასევე რუსულ ლიტერატურაში და ამ შემთხვევაში ლომონოსოვის წიგნში წერია, რომ მოსკვა, ანუ მოსხა, სხვათა შორის ბერძნულად მოსხა არის მოსკოვი, ეს არის დაკავშირებული მესხებთან არის. ბევრ შეიძლება ეს გაეცინოს. არის ასეთი წერილობითი წყარო. ეხლა ვიტყვით, რომ ეს შეიძლება არ არის სწორი. მაშინ ისტორიული ანალიზი უნდა გაკეთდეს. რატომ წერია ეს ასე? შედარება უნდა მოხდეს ისტორიული მეთოდებით. ყველა სტრაბონიდან დაწყებული, ყველა ცდება ბატონებო. 15 ადამიანს უწერია მსგავსი ინფორმაცია. ჯერ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილია ბევრი პოლონური ლიტერატურა, ძველი და ასევე სლავური, ვთქვით, ზოგადად სლავურში შედის ყველა. აი იქ არის ამ რამდენიმე ქრისტიანი მამის ნაწერებში. ყველა როგორ ცდება ჩვენთან დაკავშირებით, ეს არის არასწორი. ამიტომ უნდა
გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას და კიდევ ერთხელ შევხედოთ. მე დავუბრუნდები იმას, რომ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება იმიტომ გაკეთდა, რომ ბევრი ის საკითხი, რომელიც ჩვენ ჯგუფმა, პელაზგურმა ჯგუფმა, პროფესორ თემურ ჩილაჩევამ, მე და გია ფოჩქვამ, იმიტომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ ბევრი საკითხი ისტორიისა და ლინგვისტიკის მიმართულებით გადაუწყვეტელი ხდებოდა. აი სწორედ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება სწორედ ახდენს სრულიად შეკრავს იმ ინფორმაციას და სრულ ანალიზს ცალსახად გვაჩვენებს ჩვენი ცივილიზაციის შესახებ. აქ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მასალა გვაქვს, წერილობითი ძეგლები, წერია რომ ასე არის, ისტორიული კვლევა არსებობს, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება არის, ეკონომიკური საკითხების კვლევა მე ვაწარმოებ და შესაბამისი დისერტაციაც დავიცავე ამ მართულებით, მათემატიკაში დისერტაცია დავიცავე ამ საკითხებზე, უკვე მთლიანად ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების სისტემებით ერთიანად კვლავ და საინტერესო დასკვნა გამოდის. ანუ პროტოქართველური, პირველი ქართველური ცივილიზაციის განფენილობა, განსახლება 8000 წლის წინ დაიწყო კავკასიიდან, ქართველთა გენეზისი მოხდა კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში და ისინი განიფინენ შავი ზღვისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში. და ამ კულტურაზე დგას ევროპული კულტურა. და ასევე ვთქვით, რომ ჩრდილოეთის რუსეთის ისტორიაში საკმაოდ კარგად უწერია წმინდა კირიონ პატრიარქს. და ეს წიგნი კიდე არ არის შესაბამისად აღნიშნული და გააზრებული, აი წიგნის სათაური ქართულად იბერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. აი ეს საკითხები, რომელზეც მე გესაუბრებით, თქვენ უნდა წაიკითხოთ. რა თქმა უნდა, ეს წიგნი 1910 წელს რუსულადაა გამოცემული, მაგრამ ქართული თარგმანი არსებობს. მე თუ არ მეშლება ქართული მწერლობის 33 ტომშია, თუ ამ შემთხვევაში ტომის ნომერი თუ დამავიწყდა. ეს ყველაფერი უნდა წავიკითხოთ, ჩვენ უნდა ვესაუბროთ სათანადოდ ისტორიული შესაბამისი მასალებით და თუ ჩვენ არასოდეს არაფერს არ ვიტყვით, სუსტები ვართ, ყოველთვის უკან დავიხევთ და სათანადო ლოგიკური ახსნა არ იქნება, მაშინ გამოვა ჩრდილოელი პრეზიდენტი და ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია არ არის. ამიტომ აუცილებელია თქვენ ყველამ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია განათლებაზე და მეცნიერებაზე, ცოდნა უნდა ქონდეს ამ მხრივ. განსაკუთრებით ისტორიკოსებს და ემჩნევა ბევრი ისტორიკოსი საქართველოში მოიკოწრებს ამ საკითხებით. და ეს ჩვენი თვალისთვის არ არის დამალული. ბევრ რამეს ჩვენ ხედავთ საკმაოდ და სუსტად არის წარმოდგენილი. ის კი არ არის მარტო სადოქტორო დისერტაცია დაიცვას მეცნიერმა, რა თქმა უნდა არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ შემდეგ თუ უნივერსიტეტში არ იმუშავა, ხელფას ვერ მიიღებს. მეცნიერების განვითარების მხრივ ახლა თუ შეიძლება დაიწყოს შესაბამისი თანხების გადახდა, მაგრამ ძირითადად მეცნიერებაში მომუშავე ადამიანებს არ აქვს დამატებით ხელფასი, ვინც მუშაობს საუნივერსიტეტო პროგრამებით, ყოველ შემთხვევაში სტუდენტებთან ვისაც აქვს შეხება. საერთოდ მეცნიერება და სწავლება ერთად უნდა იყოს. კარგით, ამას დავანებოთ თავი, მაგრამ საზოგადოებას ჭირდება ცოდნა ნამდვილი. რასაც ჩვენ მივხედავთ, ყოველ შემთხვევაში მივხედავ იმას, რომ Facebook-ი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილი თითქმის გაუნათლებლობის სივრცეშია გახვეული. ყველაფერი არასწორი, სისულელე, ტყუილი, ყველაფერი Facebook-ზე ჩანს. წერა კითხვა არ იცის საზოგადოებამ და აი ესეთი საზოგადოება მივიღეთ ჩვენ 35-30 წლის შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობა გამფრისდება, როცა იქნება ყველაფერში მაღალი დონე, მეცნიერებაში, განათლებაში. რა თქმა უნდა, ამ რაოდენობით მეცნიერებიც არა საჭირო და არც ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა მიმართულებით შესაბამისი პროგრამები უნდა იყოს განსაზღვრული და რა რაოდენობის მეცნიერია საჭირო, ესეც უნდა განისაზღვროს. ახლა ამას დავანებოთ თავი ჩვენ და გავაგრძელოთ, რომ უძველესი ცივილიზაცია ჩვენ სწორედ ამ დროს დავინახავთ. აი აქედან, როცა ჩვენ ძალიან ძლიერი ვიქნებით მეცნიერებისა და განათლების მხრივ. აი ერთ ადგილას შილერი წერს, შეხედეთ ჰომეროსის მზე ჩვენ გვიღიმის. შილერი ამას ამბობს და ახლა ჩვენ ვამბობთ ამ
ამ წინადადების მიხედვით ის ლექსად ამბობს თავის არაჩვეულებრივ ლექსში ჩვენ ვამბობთ შეხედეთ პასიფაეს ღიმილი ჩვენ გვაცოცხლებს ის იმდენად მნიშვნელოვანი ქართველი უძველესი კოლხი ქალბატონია რომლის ფრესკები დღემდე არის შემონახული მსოფლიოში განსაკუთრებით პომპეუსის გათხრებში ნახავთ ასევე ნახავთ თურქეთისა და სირიის ტერიტორიის საზღვარზე ახალი აღმოჩენა იყო ეს 2010 წელს ან 2005 წელს ფრანგებმა აღმოაჩინეს დიდი მოზაიკა დაახლოებით 3-4 მეტრის სიგრძისა ან ფართობისა ამ მოზაიკაში გამოხატულია არაჩვეულებრივი ლამაზი უძველესი კოლხი ქალბატონი პასიფაე ზედაწერია რომ ეს პასიფაეა ბერძნული ასოებით და ის ბრძანებას გაცემს რომ აიგოს კნოსოსის სასახლე ბევრმა იცის რომ ბითებიდან მინოსმა უბრძანა ასე არ არის ბერძნულ წყაროებში ეხლა მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ ბევრ რამეს ისეთ რაღაცას ხვდებით ძველ ბერძნულ წყაროებში რომ აგერ არისტოტელეს მიაწერენ ყოველ შემთხვევაში ფსევდო არისტოტელეთა ცნობილი აი ესეთი წინადადება რომ თითქოს ამ წინადადებიდან რჩანს რომ არისტოტელემ თავად ნახა მოინახულა კოლხეთში ეს არ არის ცნობილი მაგრამ ასეთი დაშვება შეიძლება გავაკეთოთ რომ მოინახულა კოლხეთი და მან ნახა აიედის საფლავი და საფლავის ქვის წარწერა წარმოადგინა ეს დაწერილია ტექსტი ბერძნულად და ლათინურად ვატიკანში ინახება და ეს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს 1426 წლის გამოცემა არის წიგნის სახით სადაც წერია აქ განისვენებს ოქრო მრავალი კოლხეთის მეფე სვებედნიერმა ღმერთმა გააპატიოსნა დაახლოებით თარგმანების სხვადასხვა აკაკი რუსაძეს სხვადასხვანაირი თარგმანი აქვს მაგრამ ეს შემეული თარგმანია ძირითადად აზრი ეს არის რომ კოლხეთი ოქრო მრავალია და მისი მეფის შესახებ საფლავის ქვაზე წარწერა აქვს ნანახი არისტოტელეს ვიტყვით არ ვიტყვით ეს ასე არის არავინ არ დაწერს თქვენზე ისტორიას განსაკუთრებით ჩვენზე რომ თუ ეს რაღაცა ისტორიულ ფაქტთან არ იყოს დაკავშირებული დიახ ბატონებო მითი საბურველი ეხდება მაშინ როცა ჩვენ თიხის პირფიტებს აკლასის ხაზოვან წარწერებს ფესტოსის დისკოს კრეტული იეროგლიფების შინარს გაეცნობით რა თქმა უნდა ეს დეშიფრაცია ჩვენ გავაკეთეთ უკვე დიდი ხანია ამ მასალებს როცა გაეცნობით მაგალითად ერთ-ერთ ქვევრზე აკლასის ხაზოვანი წარწერით ასეთ რამ წერია 996 ლიტრის ქვევრია მაგრამ იმ პერიოდის რიცხვებში თუ გადავიხანთ 32-ია ანუ ლიტრა არ იყო იქ ბაში სხვა სითხის საზომი მოცულობის საზომი ერთეული იყო ღვინო 32 დიდი კასე ასამუნე ასე ათენა დეკა არეპირენა ტიტიკუ რა თქმა უნდა ეს დღევანდელი ქართულით გაუგებარია მეგრულ-აზური და სვანურის ერთობლივი ცოდნით და რეკონსტრუქციით ანუ ჩვენ უნდა აღვადგინოთ უძველესი 4000 წინანდელი ენა და ეს ასე იკითხება ღვინო 32 ანუ ზომის მოცულობის ფორმა დიდი კასრი კოში ან კასი ქვია ან კოსი ნუ სხვადასხვა ვარიანტია ძველ ქართულში გვაქვს ეს ფორმები დიდი კასრი ესე იგი ღვინო 32 დიდი კასრი სასმელი ახლა ათენა მიწისას აღუთქვა ტიტიკო კაცის სახელია ეს არის თიხის ჭურჭელი როგორც ვთქვით 1000 ლიტრამდე 996 ლიტრა ზუსტი გაანგარიშები და ეს რიცხვები მე მათემატიკურად გავანალიზე იმიტომ რომ შესაბამისი კოეფიციენტი ბ-ხაზოვანში ბ-კლასის ხაზოვან თიხის პირფიტებში აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე გადამრავლების შედეგად ლიტრობრივი რა თქმა უნდა რომ შევხედავთ ეს ქვევრი პითოსი დღეს ინახება ჰერაკლიანის არქეოლოგიის მუზეუმში და ის აღმოჩენილი იყო შემთხვევით გზა გაყავდათ ეპანოზაგროსში სადაც ჩვენ ამ ჯგუფთან ერთად ახლაც მოვინახულეთ მეხუთედ ვარ კუნძულ კრეტაზე და ეს არქეოლოგიური მასალები მე დაწვრილებით მაქვს შესწავლილი და ფოტოები გადაღებული თელი ანალიზი სტრუქტურიზაცია სისტემატიზაცია გავაკეთეთ ამ წარწერების ეს ქვევრი რომელიც ინახებოდა დიდარი კაცის ვილაში ეს იყო მარნის ფორმა აქვს და მარნის ცენტრში დგას დედაბოძის ეს ყველაფერი აღდგენილი რეკონსტრუირებულ ფორმაში ჩვენ დავეშთეთ რიგი ბერძენი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომებიდან გამომდინარე ესე იგი
ტიტიკო თუ ვიტყვით ამ კაცის სახელია ეს და აქ ვინც სახლობდა მან ზედა შესხვინო შესაწირად ანუ აღუთქვა ათენას ათენა ღმერთია ქალღმერთი ეს არ გეკონოთ ისევე ბერძნული ეტიმოლოგიის მიხედვით ათენა არ არის ბერძნული ეტიმოლოგიის ღვთაება ყოველ შემთხვევაში ახლა ამას დავანებოთ ეტიმოლოგიის ლექსიკონებში კარგად წერია განსაკუთრებით ბეკესის ლექსიკონში რიგი მოსაზრება ამ ხრივ განალიზებულია კვლევების საფუძველზე ირკვევა რომ ძველ წელთაღრიცხვის 3500-2000 წლებში ანუ 5500-4000 წლის წინ სამხრეთ ევროპისა და მცირე აზიის ცალკეულ რეგიონებში ესე იგი ქართველური მოსახლეობის ადგილებში ინდოევროპული ტომები, მაგალითად ბერძნები და ლათინელები, ეტაპობრივად შემოდიან და ადგილობრივ კვიდრ თვითყოფად წინარე ქართველურ, პირველ ქართველურ მოსახლეობის ენობრივ გავლენას ახდენ და ახლომოსულ ხალხებზე. ანუ ქართულის უძველესი ფორმა შევიდა ბერძნულში. კიდევ კარგად არ ვიცით მეცნიერების გარდა რა თქმა უნდა რომ ჰომეროსის ილიადაში ოქროს საწმისი ქართული სიტყვით ამოხსენებული კოლხური ფორმით კოვი კოვოს არის კოვო აი ესეთი ფორმით რომელიც ბერძნული ტკს ერთად ვერ იტყვის და ამიტომ კოვო ფორმა ტყოვი ტყოვო ტყავი დღევანდელი ქართულით რა თქმა უნდა ეს ლინგვისტიკა აუცილებელი ამ ხრივ ლინგვისტური კანონზომიერებებს ახლა ჩვენ არ ხსნით აქ ამ პროცესმა ამის გარდა სცენარის სახელი მოლი და ჩვენ კიდევ ვიცით რომ პელოპონესის ნახევარკუნძულზე რიგი ტოპონიმები პირდაპირ წერია ბერძნული პოლა, პულა, ეს არის ხორვატია და სხვა მრავალ მიმდებარე ქვეყნებში არის დასახელებული ლათინურად და ბერძნულად, რომ კოლხების აშენებულია. თქვენ ასევე იცით, რომ მედიასა და კირკე ცხოვრობდა იტალიის კუნძულთან, იტალიის ნახევარკუნძულთან ახლოს, აი კუნძულზე და მათი საუბარი აპოლონის როდოსელში, რა თქმა უნდა, აპოლონის როდოსელის არგონავტიკაში ეს ლიტერატურული ნაწარმოებია, მაგრამ პერსონაჟები საუბრობენ, ანუ მოუნდა კირკეს მშობლიურიენი გაეგონა მედიასგანო და მედიამ კოლხური ენით მოამბო ყველაფერიო. ეს წერია თუ ამას არ წავიკითხავთ, მაშინ როგორ გავიგებთ? შემდეგი მედია ჩადის კუნძულ კრეტაზე, ამაზე შექმნილია მთელი ხელოვნება ბერძნულ კულტურის თვალსაჩინო ჭურჭელში არის წარმოდგენილი ეს სცენა, როგორ შედის კრეტაზე და როგორ განიარაღებს ყოველ შემთხვევაში ტალოსი ერქვა დიდ დამცველს, ასე რომ ვთქვათ, კრეტას კუნძულ სამჯერ უვლიდაო, მითში ასე წერია და ის მოაკვდინა ზოგ შემთხვევაში დაძინა. აი ესეთი მედიცინის მეცნიერების მცოდნე ქალები იყვნენ ესენი. მედიას ეს საკითხები ჩვენ კარგად არ ვიცით და მარტო ევრიპიდეს იმიდან მხოლოდ ის დამიმახსოვრეთ რომ მედია შვილების მკვლელია და ესეც კარგად არ ვიცით ძველი ბერძნული მითების მიხედვით ასე არ არის ეს ევრიპიდეს თავისი ლიტერატურული ნაწარმოების და საერთო სპექტაკლის წარმოდგენისთვის ძალიან ჭირდებოდა როგორც დღეს აუცილებელი სპექტაკლის მაყურებლის შეგროვების გამო. აი ძველ მითებში და ასე თუ ისე რაღაც ფორმით ჩვენ ვიცით 14 შვილი ყავს მედიას. აქედან 7 სახელი შვილებისა უკვე ცნობილია ჩვენთვის. აი წარმოიდგინეთ ორზე არის ინტერპრეტაცია გაკეთებული ევრიპიდეს და პირიქით ბერძნული მითები, ძველი ბერძნული მითები ევრიპიდემდე თავად კორინთელებმა მოკლეს მედია. აი ესეც უნდა განვასხვაოთ თუ გჯელობა გვინდათ ისტორიულად, ესეც უნდა ერთმანეთს და უნდა დაუპირისპიროთ წყაროების შეჯერება უნდა ხდებოდეს და ანალიზი დასკვნის სახით მერე უნდა გამოვიტანოთ. ანუ ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს უჯერებთ ასე და მეორეს არ უჯერებთ. ეს ასე არ არის ლიტერატურა რა თქმა უნდა თავისი ფორმითაა წარმოდგენილი, მაგრამ თუ როცა ვჯელობთ მედია როგორც ასეთი ცნობილი პიროვნება როგორც აიეტი ეს პირდაპირ გაიგივებულია საქართველოს სისტემასთან, ქართველის კოლხეთის გაგებასთან. სწორედ ამ პროცესმა, ამ ურთიერთობებმა ქართველურ ტომებსა და ინდოევროპულ ტომებს შორის განაპირობა ის რომ წინარე ქართული ფუძე ენა საფუძვლად დაედო, ანუ უпростоრად ბევრი სიტყვები შევიდა იქ ახლოდ მოსულ ბერძნულ და ლათინელების ენაში. თუმცა ის არ გახდა ქართველური, მაგრამ ის იყო ინდოევროპული, მაგრამ მას ვეწოდებ ჩვენ სუბსტრატ
ეს სიტყვები 5000-მდეა ბერძნულში, რომლის ეტიმოლოგია არ არის ბერძნული და საერთოდ არ არის ინდოევროპული. ეს საეჭვოა 5000 სიტყვა, რომ ქართველურია და ბევრი ბერძნული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონების შემქმნელები ამ საკითხზე სწორედ ამსეთი მიმართულებით ჯერლობენ. ბეკესამდე ფურნია იყო, რისვაგორდეზიანი, ასევე თამაზ გამყრელიძე და ივანოვსაც აქვს ეს ნაშრომებში მოხმობილი. მოცემული საკითხი, რაზე ჩვენ საუბრობდით, მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისათვის, საქართველოს როგორც ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ამ იმაზე. სწორედ ამიტომ იყო სტალინის ძალიან ფრთხილი და მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომ ქართველ მეცნიერებს მაშინ ივანე ჯავახიშვილი გარდაცვლილი იყო, ყოველ შემთხვევაში ეს მაკეტი შექმნილი იყო ნიკო ბერძენიშვილსა და სიმონ ჟანაშიას. სწორედ ეს უთხრა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს ნაწილები უნდა მოხვედრილი იყო. ეს რა თქმა უნდა მასთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ მას სწორედ ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ხართ განუვითარებელი ცივილიზაციის წარმომადგენელი რუსები. ამის დასამტკიცებლად აუცილებლად ჭირდებოდა ქართველების დიდი კულტურა და ვეფხისტყაოსანი მრავალ ენაზე ითარგმნა სტალინის მითითებით. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. მოცემული საკითხი და მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების, ყოველ შემთხვევაში საქართველოს რეგიონების ენათმეცნიერული და ისტორიული განვითარების გასანაცვლებად, რაზეც დეტალურად ჩვენ შემდეგში შევჩერდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო. კიდევ დიდხანს დიდი სიხარული უნდა გელოდოთ თქვენ, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ტურს სამეცნიერო პოპულარულ ტურს დავგეგმავთ კრეტაზე და სხვა ადგილებში, კონტინენტურ საბერძნეთის ტერიტორიაზე და მრავალ კუნძულზე, სანტორინი იქნება თუ კუნძული კრეტა. თქვენ ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩვენთან ჩაეწეროთ. ფაზის აკადემია ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას. კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერად შემდეგ გადაცემაში ჩვენ გავაგრძელებთ მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელებზე საუბარს, რომ კიდევ ერთხელ დაგანახოთ, რომ მათემატიკა გვაძლევს სწორედ იმ მნიშვნელოვან პასუხს, რაზეც ისტორია და ენათმეცნიერება შესაბამისად არ გვაძლევს. ერთობლივი კვლევა, რომელიც ჩვენ სამეცნიერმა განვახორციელეთ, ისევ გამიმეორე პროფესორ თემურ ჩილაჩევას, მე და პროფესორი გიორგი ფოჩხვა. კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერად.